თბილისის საკრებულოს წევრი ზაზა გაბუნია მიცკევიჩის პირველი კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა მოსახლეობის განცხადებით მათი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია 2012 წლის ოქტომბერში გაიყიდა და იქ ახლა 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა იგეგმება. მათი განმარტებით საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და ახალი კორპუსის მშენებლობა კიდევ უფრო გაართულებს მათი საცხოვრებელი ბინების მდგომარეობას. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის განცხადებით აღნიშნულ მისამართზე მერიას დარღვევით აქვს მშენებლობის ნებართვა გაცემული და ამიტომ ის დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. სახლი ინგრევაში იმ დროს შეხვიდეთ და ნახოთ არის საშინელი სიტუაცია. სასამართლოში შევიტანეთ საქმე, მოსამართლეც იყო მოსული მირანდა ერემაძე, რომელმაც დაათვალიერა აქ სიტუაცია და ისე იმდენად აღშფოთებული წავიდა აქედან რომ მეგონი არ ვიცი შეიშალა ხალი. და მიუხედავად ამის მერე კიდე იწერება სასამართლო, არ მიმდინარეობს ამ სასამართლოს დამთავრებას აღარა აქვს ბოლო, ეხლა აი სააპელაციოში შეიტანეს, უნდათ რომ როგორმე ეს უკვე მერია ამაში და მონდომებული ალბათ, იმიტომ რომ როგორმე აქ აშენდეს სახლი. შევთხოვთ რომ არ აშენდეს მშენებლობა არ დაეწყოს aga. ვითხოვთ თუ მაინდამაინც ახლა ესე რაღაც ადგილმდგომარეობას მნიშვნელობა აქვს, აშენდეს საბავშვო სკვერი, მეტი არაფერი. მომავალ კვირაში არქიტექტურის სამსახურს ჩვენ დავიბარებთ ფაქტის გაფართოების დონეზე, სადაც შეგვეძლება რომ მოსახლეობის ეს ინიციატივები, სურვილები, მათი მოთხოვნა და პროტესტი თავად არქიტექტურის სამსახურს გავაცნოთ და მაქვს იმედი რომ კონსენსუსით შესაძლებელი იქნება მოსახლეობას აქ ცხოვრებ ადამიანებს თავიდან ავარიდოთ საფრთხე, რომელიც გულისხმობს ავარიულ სახლებში ცხოვრებას, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ სიცოცხლისათვის საშიში. თავისუფალი საქართველო ბინათმოსარგებლეებისათვის ფაქტობრივ